იცოდით, რომ ბავშვებში ატოპიური დერმატიტი ყველაზე ხშირად 2-3 თვის ასაკიდან ვლინდება? გამარჯობა, მე მარიამ თორია ვარ და დღეს ბაბეს ატოპიური დერმატიტის პედიატრიულ ხაზზე გესაუბრებით. შვილებში დერმატიტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები არის სიწითლე, სიმშრალე და აქერცმო ლოყებზე. შესაბამისად, მის მკურნალობაში ყველაზე მნიშვნელოვანი კანის დატენიანება და მისი ბარიერის აღდგენაა. აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ კვებითმა და კონტაქტურმა ალერგენებმა შესაძლოა მდგომარეობის გამწვავება გამოიწვიოს. ესპანური ბრენდი ბაბე პედიატრიული ხაზიდან გვთავაზობს ატოპიური დერმატიტის სამკურნალო პროდუქტებს. ატოპიური კანის ზეთოვანი დასაბანი კრემსაპონი, რომლის გამოყენება შესაძლებელია დაბადების პირველივე დღეებიდან. ასუფთავებს კანს გამოშრობის გარეშე, უზრუნველყოფს მყისიერ კომფორტს, ხსნის ატოპიური დერმატიტით გამოწვეულ ქავილს. მის შემადგენლობაში შედის 10%-იანი ავოკადოს ზეთი, ბიოკერამიდები, ცხიმოვანი მჟავები, F და E ვიტამინების კომპლექსი, რომლებიც უზრუნველყოფენ კანის დატენიანებას, სირბილეს და დამცავი ბარიერის აღდგენას. ბრენდი აგრეთვე გირჩევთ ბავშვის კრემ-ბალზამ სახისთვის. მისი სამმაგი მოქმედების ფორმულა აღადგენს და აძლიერებს კანის ბუნებრივ ბარიერს, ამსუბუქებს ქავილს და გაღიზიანებას. კრემის მსუბუქი ტექსტურა არ ტოვებს ცხიმოვან კვალს, რაც უზრუნველყოფს სასიამოვნო შეგრძნებას გამოყენებისას. ბოლოს ბრენდი გვთავაზობს ატოპიური დერმატიტის ტანის კრემს, რომელიც უზრუნველყოფს კანის დაზიანებული ბარიერის აღდგენას, მშრალი კანის დატენიანებას, ქავილისა და გაღიზიანების მოხსნას. მსუბუქი არაწებოვანი ტექსტურა უზრუნველყოფს მყისიერი კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროით. ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს.